რუსთავში ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე გაიხსნა. ინოვაციური ჰაბი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მუნიციპალიტეტის სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციას, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებს, საერთო სამუშაო ზონას. პროექტის მიზანია რუსთავი ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს და ახალგაზრდებს მომავლის პროფესიის ათვისების შანსი ადგილზე ჰქონდეთ. თავარი მიზანი სწორედ ამ კონცეფციის და შენობის არის ის, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით მივცეთ ისეთი პროფესია და ხელი შეუწყოთ მათ განათლებას, რომელიც არის მაღალანაზღაურებადი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის მუნიციპალური სერვისების თანამედროვე კუთხით დანახვა, გამარტივება პროცესების და იმ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ქალაქის მართვას გაამარტივებს, უფრო ეფექტიანს გახდის. იმედი მაქვს, რომ ამ სივრცეში დაიბადება ის ახალი იუნიკორნი, მილიარდიანი კომპანია, სტარტაპი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიო ბაზაზე გაუქმავს სახელს ჩვენს ქვეყანას. რუსთავი ყოველთვის იყო სამრეწველო მიმართულებით ეკონომიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც მეტალურგიული, ასევე სხვა მიმართულებებით და ვფიქრობ, რომ დღეს ტექნოლოგიური განათლების და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით ახალ სიტყვას იტყვის. ეს რეფორმა სრულად თანხმედრაში არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტთან, რაც უკავშირდება სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების განვითარებასთან. აქ იქნება წარმოდგენილი როგორც საგანმანათლებლო კურსები ინფორმაციული განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმუშავებს მუნიციპალური ის ჯგუფი, რომელიც ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალაქის Smart Cities კონცეფციაზე იმუშავებს.